კარგად დააკვირდით ამ ვიდეოს. ეს ბიჭი არის გერმანელი ინფლუენსერი, რომელმაც დადო ვიდეო სოლარიუმში შესვლამდე და შესვლის შემდეგ და სხვაობა, ასე ვთქვათ, რამხელა სხვაობაა მათ შორის. არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს მოგიყვებით, როგორ დაიცვათ თავი ეფექტურად ულტრაიისფერი სხივებისგან. ალბათ არავისთვის ახალი არ იქნება ის ინფორმაცია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ჩვენს კანზე მოქმედებს როგორც კანცეროგენი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კანის უჯრედებში ის უწყობს დნმ-ის მუტაციას ხელს და ამის შედეგად ნეოპლაზიური პროცესების განვითარებას, რის შედეგადაც შეიძლება მელანომა ჩამოყალიბდეს. ამ ყველაფრის პროფილაქტიკა, ანუ თავიდან არიდება კი ერთ რამეში მდგომარეობს, კონკრეტულად ზაფხულის მზიან დღეებში, ჩვეულებრივ გარეთ გასვლის შემთხვევაშიც კი აუცილებელია, რომ წავისვათ მზისგან დამცავი კრემი. თქვენ ახლა იფიქრებთ, რომ ბევრჯერ მქონია რუჯი, დამწვარ ვარ კიდეც, მაგრამ მელანომა არ დამმართნია და შესაბამისად ეს ინფორმაცია არ იქნება მართალი ან რელევანტური. ვერ დაგეთანხმებით, რადგან იშვიათია არ ნიშნავს იმას, რომ თავი არ უნდა დავიცვათ და უნდა უგულებელყოთ რეკომენდაცია. ამასთან ეს პროფილაქტიკა უმარტივესია და უბრალოდ ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ შეგნებულად თავი დავიცვათ ამ ულტრაიისფერი სხივებისგან და დამერწმუნეთ, მომავლის მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი იქნება პრევენცია, რომელიც ბევრ დაავადებას აგვარიდებს თავიდან.